საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს. იმსჯელეს უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გაიმართა შეხვედრა ბატონ შტაინმაიერთან, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა ბუნებრივია საუბარი შეეხო ეუთოს ფორმატში ჩვენ ურთიერთობებს და იმ როლს, რაც გვინდა რომ ეუთომ შეასრულოს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. განხილული იქნა ძალიან კონკრეტული საკითხები, რაც უკავშირდება უსაფრთხოების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ გამოწვევებს და პრეზიდენტმა საკმაოდ ცლად ისაუბრა არსებულ რეალობაზე. ბუნებრივია, რომ განხილული იქნა რეგიონში მიმდინარე საკითხები და ასევე საუბარი შეეხო საქართველოს-გერმანიის ურთიერთობას და საქართველოს გზას ევროპისკენ და ევროატლანტიკურ პროცესებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს შევიდა ძალაში, ოფიციალურად შევიდა ძალაში ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან. ასევე პრეზიდენტმა გააცნო თავისი შტაბ-ეტილებები გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით და იქ მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით. განხილული იქნა მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის თემა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის პოზიტიური დინამიკა და დაისახა საკმაოდ კონკრეტული ნაბიჯები არსებულ გამოწვევების დასაძლევად.